ხშირად ვამბობთ ხოლმე, პოზიტიური გავაღვიძოთ ჩვენში, ნეგატიურ ემოციებთან ბრძოლა, როგორ მნიშვნელოვანია. მაქვს ადრე ჩაწერილი ვიდეოც, სადაც რა არის ნეგატიური ემოციები, ამაზე მაქვს საუბარი, რომ უნდა უსმინოთ ამ ნეგატიურ ემოციას, ვიგრძნოთ და რაც თავარია გავაცნობიეროთ, საიდან მოდის ეს ნეგატიური ემოციები, ხო? და მნიშვნელოვანი არის ასევე რა არის პოზიტივი, ეს გავაცნობიეროთ. ვისაუბროთ, რა არის ადამიანში შინაგანად პოზიტივი, საიდან მოდის, რომელი სივრციდან მოდის დადებითი ემოციები, ხო, დადებითი ენერგეტიკა, როცა ვიძახით ხოლმე. საერთოდ როგორ რაღაც არის ეს ასტროლოგიაში არის აქ განსაზღვრული, ხა რო უყურებ ხოლმე რუკას ჩანს ადამიანი, თქვა რა პოტენციალი აქვს მას რო პოზიტიურ ენერგიაზე გადავიდეს. და არ არის ეს სამყაროში რო აი ნეგატივი ცალკეა და პოზიტივი ცალკეა, შეიძლება ძალიან პოზიტიურად ვიყოთ, მაგრამ არაცნობიერში მიდიოდეს რაღაც მიჯაჭვულობა ამ პოზიტივზე და შესაბამისად ეს იყოს უკვე არაცნობიერში რო დარდის ენერგია ღვივდება, ხო? და ეს ძალიან ისეთი პირობითი არის, თუმცა როდესაც ვლაპარაკობთ პოზიტიურ ენერგეტიკაზე, რა არის ეს საერთოდ, ხო, ეს სიხშირე დადებითი ვიბრაციების, პოზიტიური ენერგეტიკის მაჩვენებელი რამდენიმე კომბინაცია გვაქვს რუკაში, ეს კარმის ენერგიას რო ვეძახით, მაგალითად დადებითი კარმის ენერგიას, ხო? და პოზიტივი არის ყოველთვის კავშირში, მეგობრებო, შინაგანი პოზიტივი, როდესაც აი ფსიქოლოგიურად რო შემოვიტანოთ, აქ შინაგანად არის ადამიანი კონტაქტზე საკუთარ ნამდვილ მესთან. როდესაც შინაგან ნამდვილ სურვილებთან არის ადამიანი კონტაქტზე, ხო? რა არის ნამდვილი სურვილები, ნამდვილი მე, ხო? ეს აი გეშტალტ ფსიქოლოგიაში როგორც არის მაგალითად და მარტო გეშტალტზეც არ არის, სადაც ხედავთ ხოლმე, ხო, ცნობიერი რო აბსოლუტურად სხვაგან არის და ცნობიერი სხვაგან არის, ხო? როცა არის პიროვნებაში გახლეჩვა ბევრი და ეს რუკაში ჩანს, ხო, აი როცა კვადრატებს ვიძახით, მაგალითად, როდესაც კარმულ ნეგატიურ ასპექტებს ვიძახით, რაც უფრო მეტი კვადრატურა აქ და ოპოზიცია აქ ადამიანს ან ნეგატიური ასპექტები, ხო? შიდა კონფლიქტები არის მეტი, შიდა გახლეჩვა მიდის პიროვნების, ხო, ემოციური კონტაქტი არ დგება, მთლიანობა არ დგება ადამიანის და შეუთავსებლობა გონებასა და ემოციას შორის, მაგალითად, ემოციასა და ცნობიერებას შორის, ცნობიერებასა და შიშებს შორის არაცნობიერ დონეზე, ხომ? და ეს არ არის ერთი საკითხი, ეს იკინძება ხოლმე რუკაში ადამიანი, ხო? იქ ხედავთ, აი მთლიანობაში რო უკვე უყურებ, ხა მე თვალისჩეული მაქვს ძალიან და როგორც კი შევხედავ ხოლმე, ეს რამდენიმე წამი მჭირდება, რომ უკვე მივხვდე ადამიანში რა ხდება პირად რუკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით თუ ვესაუბრები, უკვე საერთოდ ყველაფერი ჩანს, ხო, იქ სად არის დაცვითი მექანიზმები, სად არის ამ სხეულთან კონტაქტები, აი შინაგანი გახლეჩვები მაგალითად,